ნიკოლოზ, იგივე ტატო ბარათაშვილი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ფიგურა, რომანტიზმის კლასიკოსია. მას ხშირად ქართლის ბაირონს უწოდებენ მისი სტილის, ზევდიანი პათოსის და ფილოსოფიური ელფერების გამო. იგი დაიბადა 1817 წელს თბილისში, კონკრეტულად გლდანში, ხოლო გარდაიცვალა 1845 წელს ახალგაზრდა მხოლოდ 27 წლის ასაკში, აგრეთვე გლდანის რაიონში, კონკრეტულად მუხიანში. მან განათლება მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ყველა მოსწავლე ისეთივე კეთილი იყო, როგორიც რუსეთის პატრიარქი კირილია. იგი მძიმე მატერიალური მდგომარეობით ცხოვრობდა. ჰქონდა პირადი იმედგაცრუებები, განსაკუთრებით ეკატერინე ჭავჭავაძეზე, რადგან მან მაგრად დაადო. ბარათაშვილის პოეზია სავსეა ფილოსოფიური განწყობებით, სევდითა და შინაგანი ძიების გზებით, ეროვნული თემებით და, რა თქმა უნდა, რომანტიკული სამყაროს ტკივილით. მისი ცნობილი ლექსებია მერანი, ფიქრი მტკვრის პირას, ბედი ქართლისა, განქარდეს, ვანას ყვავილი, მუხამბაზი და სხვანი და სხვანი. მან გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა დიდება. სიცოცხლეში მას არ ღირსებია ეს ყოველივე. იგი ძალიან უცნობი იყო. მისი პოეზია გახდა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი სამკუთხედი. ბარათაშვილის ენა დახვეწილი, ემოციური და მუსიკალურია, მაგრამ გალაქტიონს არ გადაუღუნოს. მისი სტილი დღემდე უნიკალურად მიიჩნევა. ასეთია ქურდი კაცის ბედი.